ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. თამარ კორძაიამ ფრაქცია ქართული ოცნება დატოვა ტყვარჩელში ვლადისლავ არძიმბას ძეგლი დადგეს. რადიო ათინათის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას ამ და სხვა ახალ ამბებს 18 საათზე. თია შონია გაკაცნობთ. ზუგდიდში საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ენა მამულის სარწმუნოება გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ორგანიზაციის ხელმძღვანელის დეკანოზ მიქეილ ასათიანის თქმით, ისინი პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას და საერთო პროცესებში ჩართვას გეგმავენ. მისივე განმარტებით ორგანიზაციაში უმეტესად ახალგაზრდები არიან, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილან ჩართულნი, ორგანიზაციამ შეხვედრა სიმბოლურად ზუგდიდიდან დაიწყო. ორგანიზაციის წევრების თქმით, ისინი მოსახლეობასთან შეხვედრას მომავალში აქტიურად გეგმავენ და ასევე მსგავს შეხვედრებს გამართავენ მომავალშიც. თვითაღიარებული აფხაზეთის სეპარატისტ ლიდერ პირველ დე-ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძიმბას დღეს მის მშობლიურ ქალაქ ტყვარჩელში ძეგლი დაუდგეს. წელს ინტერნეტ გამოცემა აფხაზია ინფორმი. ძეგლის გახსნის ცერემონიას არძიმბას ქვრივი სვეტლანა ჯერგენია, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და რუსეთის ეგრეთ წოდებული ელჩი სოხუმში სემიონ გრიგორიევი დაესწრნენ. ასევე ადგილობრივი მოსახლეობა და ტყვარჩელის სკოლის მოსწავლეები ღებულობდნენ ამ ცერემონიაში მონაწილეობას. ნეპოტიზმისა და კორუფციის კონკრეტული მაგალითები გააცნო დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა ადგილობრივებს სენაკში ნაციონალური მოძრაობა სამეგრელოში ანტიკორუფციული კომისიის შეხვედრებს აგრძელებს. ოპოზიციის წევრებმა გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებული გამგებლის ნათესაობისა და ახლობლების ფოტოები გამოფინეს, ასევე დეპუტატის თქმით გამგებლის ძმას და ნათესაობს ტენდერის გარეშე პირდაპირ წესით გადაეცათ სამუშაოების შესასრულებლად. დეპუტატ მინაშვილის თქმით ფაქტები იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზეა შესწავლილი. აკაკი მინაშვილმა ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა. ნაციონალური მოძრაობის წევრის ბრალდებებზე დღესვე განმარტებები გააკეთა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ. ჯოკია ბოდოკიას პროცესი 10 ივნისს ჩაინიშნა. დღეს სასამართლომ ბრალდების მოწმეებს მოусმინა. ჩვენება თბილისის მერის 4 თანამშრომელმა მისცა. შემდეგ ხდომებზე პროკურატურა გეგი ნიჟარაძის და ბრალდებულის ყოფილი მოადგილის დავით მედულაშვილის დაკითხვას გეგმავს. ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი კი კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. ბოდოკია ჩვენების მიცემას მთავარი მოწმის ნათია მახარაშვილის დაკითხვის შემდგომ გეგმავს. დეპუტატი თამარ კორძაია ფრაქცია ქართული ოცნების წევრი აღარ არის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კორძაია ფრაქცია რესპუბლიკელებში გადადის, როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, კორძაიამ თავად მიმართა ფრაქცია რესპუბლიკელებს გაწევრიანების თაობაზე. NDA-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 52% აქვს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, 44% პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და 44% პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა შორის პირველ ადგილზეა პარტია თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს. მას 44%-ით მოსდევს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. გამოკითხულთა 30%-ს მოსწონს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. NDA-ის კვლევის მიხედვით ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ლიდერობს. NDA-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ გამოკითხულთა 28% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობაში გადაწყვეტილების მიმღებ პირად რჩება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა იმანიშვილი. ამავე მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება გამოკითხულთა 31%, 14% კი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თქვა, რომ უნდა განისაზღვროს ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანის წესები. ამის შესახებ გიორგაძე ესაუბრა შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენელს და როგორც მან თქვა, უახლოეს დღეებში შეიკრიბება ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს. კულტურის მინისტრი ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და განათლების მინისტრს შეუთანხმდა, რომ იმსჯელებენ იმაზე, თუ ეს ჯგუფი რა შემადგენლობის იქნება და რა საკითხებს განიხილავს. აცხადებს მიხეილ გიორგაძე. ეს სფერო არის დასარეგულირებელი და ჩვენი ბავშვების უსაფრთხოების სტანდარტი, რაც შეიძლება მაღალი უნდა იყოს და ეს უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცულიო, აღნიშნა დღეს მინისტრმა.
სევასტოპოლის ხელისუფლებამ რუს ბაიკერებს მიწის ნაკვეთი გარდა არაკომერციული ორგანიზაცია ღამის მგლები ანექსირებულ ტერიტორიაზე 267 ჰექტარ მიწას იჯარით მიიღებს. მიწის საბაზრო ღირებულება ბალაკლავის რაიონში 537 რუბლში ადგენს, თუმცა იმდენად რამდენიც ორგანიზაცია არაკომერციულია, რეალური ღირებულების მხოლოდ 0.1% გადაიხდის. სევასტოპოლში ღამის მგლები ცხოვრების ჯანსაღი წესის და სპორტის პოპულარიზაციით დაკავდებიან. გიორგი ქადაგიძე ევროპის საუკეთესო ცენტრალურ ბანკირად დაასახელა ბრიტანულმა ფინანსურმა ჟურნალმა The Banker-მა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საუკეთესო 159 პრეტენდენტს შორის არის დასახელებული. დაჯილდოების ცერემონია ეროვნულ ბანკში გაიმართა, The Banker-ის ევროპის რედაქტორმა გადაწყვეტილების მიზეზიც კი განმარტა. ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას ქრონიკულ C ჰეპატიტთან დაკავშირებით. ხვალ 14 მაისს 11 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქსენონის ორგანიზებით პაციენტის სკოლის მორიგი ღია შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიც არის დაავადების კლინიკური ნიშნები, მიმდინარეობა, დიაგნოსტიკებისა და სახელმწიფო მკურნალობის შესაძლებლობები. ჩვენი გამოშვების ბოლო ინფორმაცია, კომპანია Elite Electronics-ი 19 წლის გახდა დაბადების დღესთან დაკავშირებით ტექნიკის მაღაზიაში ერთი კვირის განმავლობაში ფასდაკლებები იმოქმედებს, სხვადასხვა სახის ტექნიკაზე სხვადასხვა ფასდაკლებები გვაქვს, ჩვენთან აქცია დღეს დაიწყო და 19 მაისამდე გაგრძელდება. ერთგულ მომხმარებლებს ველით უთხრა რადიო ათინაც Elite Electronics-ის ზუგდიდის ფილიალის მენეჯერმა გოჩა ჯიქიამ. ახალი ამბავი 18 საათზე რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში თია შონიამ გაგაცანით. დროებით.